მოგესალმებით. ერთი წამით გადავამოწმოთ ყველაფერი. მე მგონი წესრიგში უნდა იყოს. დიახ. მოგესალმებით. Დამდეგ შობა ახალ წელს გილოცავთ. მე მინდა ყველა საქართველოს ჯანსაღ ქართულ ოჯახს, ქართულ ახალგაზრდებს, საშუალო და უფროსი თაობის ადამიანებს ხნეობა გისურვოთ ახალ წელს ძალიან დიდი შემართებით იმ მთავარი საქმის კეთება, რომელიც ყველაზე დიდ გარდატეხას შეიტანს თითოეულ საქართველოში, იმიტომ რომ ყველა საღი ადამიანი უნდა მოერიოს საკუთარ თავს და უნდა მიხვდეს იმას, რომ ეს ქვეყანა მისია. ეს ქვეყანა მისია და ამ ქვეყანაში ისე იქნება ყველაფერი, როგორცაც ჩვენ ერთად მოვიფიქრებთ. ჩვენ კი არ მგონია ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, მაგრამ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ამ ქვეყანაში გვინდა გავაგრძელოთ ცხოვრება, ამ საოცარ ქვეყანაში, ამ ფანტასტიკური კულტურის გარემოში, ძალიან კარგ ხალხში, ამ ქართული კულტურის მატარებელ ხალხში, ხასუსამ. ყველანი ვინ ჩვენ ცხოვრობენ ეთნიკურად არაქართველნი ისევე ჩვენები არიან, ამიტომ მე არასდროს არ ვაკეთებ განსხვავებას, ვისაც რა თქმა უნდა ყველაფერი ქართული, ისევე როგორც ჩვენ მოგწონს ყველაფერი, რაც კარგია ყველა იმ კულტურაში, რომელიც ჩვენთან ერთად შეხებაში მოდის. გისურვებთ აი ამ განწყობას და თქვენ ხედავთ, არანაირი უფლება არც ერთ ჩვენთანგანს არ გააჩნია სასოწარკვეთ ისა, რომ არიქა ვიღაცა გარედან გმართავს, არიქა ესე იგი რაღაც სოფლიო შეთქმულება, რამდენიც უნდა იმდენი შეთქმულება იყოს. იმ ქვეყნებში, სადაც საზოგადოებები სუსტია, ეს ბჭყალებში შეთქმულება თუ არაბჭყალებით შეთქმულება იმარჯვებს. სადაც ხალხი საღია, სადაც ხელისუფლებაში ხალხია, რომლებიც განახორციელებენ იმას, რაც ამ ქვეყნის მომავალს, ამ ქვეყნის ხალხის მომავალს უზრუნველყოფს, განსაკუთრებით ახალგაზრდების მომავალს, მათთვის ეს არ არის რაიმე დიდი პრობლემა, რადგან საღი ადამიანები ყოველთვის ნახულობენ საღ ადამიანებთან ურთიერთობის გზებს და ერთად შეკრული საღი ადამიანები იდეის ირგვლივ, საქმის ირგვლივ, პასუხისმგებლობის ირგვლივ შექმნილი ადამიანები ქმნიან იმ ძალას, რომელზეც დამოკიდებულია ქვეყნის მომავალი. რანაირი პროპაგანდაც არ უნდა იყოს, რანაირი უბედურებაც არ უნდა დაგვტყუმდა ამ ბოლო 33 წლის განმავლობაში, რომელმაც უსაშველოდ დაგვაზიანა, ფაქტობრივად ძალიან საშიშ ზღვარს ვახლოვდებით, რადგან მდგომარეობა ასეა შექმნილი, ჩვენ არა გვაქვს ხელების ჩამოშვების და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის უფლება. ეს ქვეყანა ჩვენია, უნდა დავინარჩუნოთ. რა დაჯდება ამის დანარჩუნება? მოდი მარტივად ჩამოვაყალიბოთ ყველაფერი, ჩვენ ხო დასამალი არავისთან არაფერი არ აქვს. რაც დაჯდება ამ ქვეყნის შენარჩუნება, ის დაჯდება.
სხვანაირად ამ ქვეყანას ჩვენ დავკარგავთ. დააკვირდით, არ მინდა ამ წინახ სახელმწიფოდ რაღაც შავ რამებზე ვისაუბროთ. დააკვირდით, დღეს დავწერე ის მოსაზრება, რომელიც რა უბედურებაშია ხელისუფლება გადავარდნილი, იმაზე მიუთითე და რომ ამ ჭაობში ყოფნა აღარ შეიძლება. ხელისუფლება, რომელიც ერთმართველია, ამ ხელისუფლებას კიდე ხელისუფლება არ ქვია, იმიტომ რომ ერთმართველი ერთი კაცია და ის არის ხელისუფლება, დანარჩენი ხელისუფლების მხოლოდ ეს არის კარგად გაწყობილ თუ ცუდად გაწყობილ ოთახში ცალკეული ავეჯებია დადგმული, ხო? ანუ ანტურაჟის როლს ასრულებენ. დააკვირდით სიმძიმეს პრობლემისა. რამდენი პრემიერ-მინისტრი, ანუ კონსტიტუციური პირველი პირი არის ფაქტობრივად დამნაშავე, ხო? ასე გამოდის ამ ხელისუფლებიდან. თუმცა ყველანი მისი დანიშნულია, ყველა არის ის ადამიანი, რომლებსაც ისინი აქებდნენ და ლამის ზეცაში აყავდა თავის საცოდავი მხარდამჭერების შეცდომაში შეყვანით, თუმცა იმ ძალიან პრიმიტიულ ხალხს დღესაც ვერაფერი ვერ გაუგია. პრემიერ-მინისტრები, თავდაცვის მინისტრები, ეხლა მასიურად რო წავიდეთ სხვა ნაკლები თანამდებობების, თბილისის აიღეთ მერია რა მდგომარეობა, სხვაგან აიღეთ რა მდგომარეობა და ასე შემდეგ. ეს უნდა იწვევდეს თქვენში იმ შინაგან მობილიზაციას, რომელიც დასკვნითი ნაწილი იქნება ის, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება. ერთმა იმ ადამიანმა, რომელიც ამ ქვეყანას არ არის, მაგრამ ოცნების მხარდაჭერია, 2 დღის წინ დამიწერა, რომ ქვეყანა ვითარდება. ნახეთ რა კარგად მიდის საქმე. თქვენ კი სულ აკრიტიკებთ. თქვენი შეფასებები ეწინააღმდეგება ფაქტებს. მოდით მე დავფიქრდი ამაზე, თუმცა ძალიან კარგად ვიცი, რასაც ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მე არ ვჩვევია, რომ რომელიმე კრიტიკული შენიშვნა უყურადღებოდ დავტოვო, თუ რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც ამას გეუბნება, ადამიანობის ფარგლებში რჩება თავისი ტაქტით, მე რა როა, ისეთი შეხედულება აქვს. მე ვიფიქრე ძალიან დეტალურად და ჩემი თავი რომ რაიმე არასწორ შეფასებაში დამეჭირა რომ მიტყვიან, მე საჯაროდ ბოდიშს მოვიხდიდი, იმიტომ რომ მე ამას ყოველთვის გავაკეთებ, თუ კი ვინმე არგუმენტირებულად დამისაბუთებს იმას, რომ ჩემი კრიტიკა არასწორია. რა არის არასწორი? წლებია ვლაპარაკობ კორუფციაზე, უმაღლეს დონეზე და ყოვლის მომცველი სისტემა არის კორუფციული. იმაზე რომ ოცნება აფინანსებდა ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, მაგრამ თვითონ ხო თქვენს ახლა. აბა მე მაშინ რას მირჩოდით, იმ ხალხს მივმართავ, რომ აგრესიულად მელაპარაკებოდით, რომ მე თითქოს ამას ესე იგი ვიგონებდი და რაღაც გაბრაზებული ვარ, აბა რა ვარ? გაბრაზებული ვარ ჩემი ქვეყნის მდგომარეობაზე. ძალიან მაგარი გაბრაზებული ვარ, იმიტომ რომ ხელისუფლება ვერ აკეთებს და მიზნად არ აქვს გააკეთოს ის, რაც უბრალოდ ევალება ხელისუფლებას. ერთი მხრივ იუმორში მინდოდა ეს ყველაფერი გადამეყვანა და მინდოდა მეთქვა, რომ მოდი დავიწყებ მე ყველაფერი კარგზე საუბარს, არის არ არის რა მნიშვნელობა აქვს. თავარია ისაუბრო, რომ დადებითი განწყობა, რა შესანიშნავი ხელისუფლებაა. დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი. რა ბრწყინვალედ მიდის ქვეყანაში საქმე.
როგორ ვითარდება ეკონომიკა, როგორ დიდრდება ქართველი ხალხი, როგორ აღორძინდა ჩვენი რეგიონები, როგორია განათლება, სასწაული ჩვენი ახალგაზრდების მომავალს რომ უზრუნველყოფს. კიდე რა ვთქვა? გასაგებია ხო? იდიოტური თემატიკა, იმიტომ რომ არ არსებობს. მსგავსი არაფერი არ არსებობს. ეხლა ნახეთ პროპაგანდა როგორია? განათლების რეფორმა, რა დაარქვეს, ისტორიული რეფორმა. და დააკვირდით ხელისუფლებას მიმართავ ეხლა. ბატონ კობახიძეს მიმართავ ხარ თუ არა ხარ, მაინც კონსტიტუციური პირველი პირი ხარ. ვინ გაკრიტიკებს? აბა კარგად დააკვირდით, რომელი უნივერსიტეტის ხალხი აკრიტიკებს დღევანდელ მთავრობას. გასაკრიტიკებელი კი არა, უარესი ხართ, მაგრამ ეხლა მე მინდა უბრალოდ ფაქტები მოვიყვანო. საქართველოს უნივერსიტეტი, თავისუფლების უნივერსიტეტი, ხო? გასაგებია კატეგორია. ილიას უნივერსიტეტი და ასე შემდეგ. აბა ეხლა დააკვირდით საქართველოს მთავრობის კონტროლ ქვეშ მყოფ რუსთაველის ფონდს, რომლებიც დამნაშავე ხელმძღვანელობა ყავს, რატო? შეგიძლიათ გააკეთოთ გრანტების ანალიზი, ვის აძლევენ? ყველა პროტესტში მყოფი, ბჭყალებში პროტესტში მყოფი პროფესორა, რუსთაველის პროტესტი, ამ უნივერსიტეტის პროფესორა, განათლების სამინისტროში შეიხედეთ ერთი ამ მინისტრმა, რომელიც ისტორიულ რეფორმას აკეთებს თურმე, იმ შემადგენლობაში, რომელიც წლებია და ამ უნივერსიტეტების, განსაკუთრებით საქართველოს უნივერსიტეტების გავლენის ქვეშაა მთელი ძირითადი ეგრეთ წოდებული ტოპ მენეჯერები, სექსუალურად, დასავლურად ვიტყვი. სამინისტროში ხო ტოპ მენეჯერები არიან, ამას განაგებენ, იმას განაგებენ ყველაფერს. გეკითხებით, შეუძლია თუ არა საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებად ფონდს, ამ პარაზიტულ რუსთაველის ფონდს, თქვენი ნებართვის გარეშე ერთი და იგივე ჯგუფებზე გასცეს გრანტები. თქვენ ახლა უშიშროების მინისტრს დააბრალეთ ყველაფერი, ხო? უშიშროების მინისტრი ნამდვილად არ ვიცი, არასდროს მქონია ოდნავი შეხებაც კი, მაგრამ იმდენად სულელი იყო, რომ ესე იგი დამოუკიდებელ თამაშს თამაშობდა. იმერო ამ ტყუილზე ვინ გინდა დააჯეროთ და თქვენ ახლა იწყებთ განახლებას, არა რაც ჩამოთვალეთ და იმ კაცს დააბრალეთ. ის აი შემიძლია 1000%-ით გითხრათ, რომ შეთანხმების გარეშე ისეთი კაცი ჩანდა. ეს არ იყო დამოუკიდებელი, აი პიროვნულად ძალიან ძლიერი ადამიანი, რომელიც წავადინების საწინააღმდეგოდ. მე ხლა მხოლოდ ვაფასებ. რასაც ავალებდით, იმას აკეთებდა, ხო? მაგრამ რაღაც შეცდომა დაუშვა ვიღაცებ. მე მივანიშნე კიდეც უფრო გარე ფაქტორი მგონია ყველაფერ ამაში, იმიტომ ეს იმდენად საზღარი თემა არ მინდა ამაზე ვისაუბრო, ხო? გეკითხებით. ლილვაშვილთან რა გვინდა, ეგ რუსთაველის ფონდი იგივეს არ აკეთებს? და ასე შემდეგ, და ასე სამინისტროებში სტრუქტურა, ნახეთ სამინისტროების, ნახეთ თითოეულ სტრუქტურაში წინა ხელისუფლების კადრი არის თუ არა დომინირება. ვინ აკეთებს ამას? რუსებმა დაგავალეს ეს, რომ ნაცმოძრაობის ხალხი, იცით თანამშრომლებში რა პრობლემებია ურთიერთობაში? თანამშრომლები მათ მამალნაცებს უწოდებენ.
ხო? ნაცი, კოცი, ერთი ოხერია, კიდე გეუბნები. მე გეუბნები რეალობას. გაქვთ ინფორმაცია სამინისტროებში ეს წინა ხელისუფლების ხალხი დღევანდელი თქვენი მხარდაჭერი ხალხიც რამხელა ზეწოლას ახდენს თუ არა გაქვთ? თქვენც იგივე ხართ. თქვენც ერთის ნაწილი ხართ. ამ წინა ხელისუფლებისა ერთ საქმეს აკეთებთ და მე ამას მხოლოდ ფაქტად ვაცახელებ, მეტი არაფერი არ მინდა ამ წინა საახალწლო დღეს, თუმცა ჩვეულებრივი დღეა, გითხრათ ხიმართლე, არაფერი დიდი დღესასწაული ეს არის, უბრალოდ ინერცია ასეთი, რომ ადამიანებს ამ წლის ყველა გაჭირვება, ყველა პრობლემა უნდა დღროებით გარკვეული დღეების განმავლობაში დაიწყოს და სრულიად ლოგიკურია, სრულიად ადამიანურია, სრულიად გასაგებია, მაგრამ ეს არ გვიცვლის პრობლემას. ახალი წელი უკეთესი ვერ იქნება და მე იმისთვის რომ გითხრათ რამდენად რთული იქნება ორ მომენტს მოვიყვან. ხოლოდ ჩვენ ამ საგარეო ვითარების უზარმაზარი წნეხის ქვეშ ვართ. პირველი სულ ახალ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, პირდაპირ მიანიშნა იაპონიის ხელმძღვანელობას. თუ ტაივანში შეიქმნება პრობლემა, რუსეთი დაიკავებს ჩინეთის მხარეს. ეს ახსნა, რომ ხელშეკრულებითაც არის, დიდი ხელშეკრულება დაიდო 2001 წელი იყო, თუ არ ვცდები და 21 წელს უკვე საყოველთაო გახადეს ეს ხელშეკრულება. წარმოგიდგენიათ ეს განცხადება რას ნიშნავს? იაპონელების კრიტიკა უნდა ნახოთ საკუთარი ხელისუფლებისა, მიწასთან ასწორებენ საქართველოს მოქალაქეებს ასე საქმიანად საკუთარი ხელისუფლება არასდროს არ გაუკრიტიკებიათ. ისინი ერთმანეთს კი არ აყენებენ შეურაცხყოფას. განსხვავება დაიჭირეთ. აბა ერთი ნახეთ დღევანდელი მთავრობის კრიტიკის შემთხვევაში ვიღაცა გამოხდება გონება ჩლუნგი და ამ ადამიანს აყენებს შეურაცხყოფას და იმ თემაზე კი არ აპარაკობს. რა თემის გამოც გამოვიდა კრიტიკული მხარე. იაპონელები არ ამგონია ყველა ერთ ჭკუაზე იყოს, საკმაოდ კარგად ვიცი ეს ქვეყანა და ისინი ერთნაირად გრძნობენ იმას, რომ ეს რიტორიკა, საომარი იაპონიისთვის არის გამანადგურებელი და ამიტომ ფეხ ქვეშ გავთ, რომ იწვენ გადებული თავიანთი მთავრობა. იაპონია გასაგებია ასეთი ყოჩაღი ბჭყალებში ვერ იქნებოდა, რომ არა იმპულსი შეერთებული შტატებისგან, რომ მან ამ რუსებს და ამ ჩინელებს პრობლემები უნდა შეუქმნას. ვერანაირ პრობლემებს ვერ შექმნის, იმიტომ რომ იაპონიისადმი მის მეზობლებში დამოკიდებულება არის კოშმარის დონეზე. ყველას ახსოვს ის უბედურება, რაც მეზობლებს მოუტანა ამ ქვეყანამ. თუ გნებავთ მეორე მსოფლიო ომში აიღეთ არანორმალური ხოცვა-ჟლეტა, რომელიც მათ მოაწყვეს ჩინეთში, განსაკუთრებით ნანკინის მოვლენებია ცნობილი და ასე შემდეგ. ესე იგი, იაპონიის თემა გახმაურებული თემა, მკვდარია, მაგრამ დაძაბულობა მოსალოდნელია. მეორე. ნახეთ ევროპაში რას უწოდებენ უკრაინის პრეზიდენტს. არ გავიმეორებ ამ სიტყვებს. გერმანული პრესა ნახეთ. და ნახეთ ის თუ რა დაწერა დღეს ამერიკელ კონსერვატიულმა. ალბათ ამ ბანდიტს აუცილებლად გადაარჩენენ, რადგან ტრამპი აიძულებს ევროპას გარანტიები მისცეს უკრაინას. გავჩერდეთ აქ.
ტრამპი აიძულებს ევროპას თვითონ კი არ მისცემს უკრაინას გარანტიებს, ვერ მისცემს. არანაირი გარანტია არ იმუშავებს. და ეს ჩვენ კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში გვაყენებს, იმიტომ რომ ილუზიების დონეზე საქართველოში 1000 მიეთ ერეკებიან ქვევეთ მოგვეხსენა. ევროპის გარანტიებს ჯერთი არანაირი ძალა არ ექნება და ეს იმას ნიშნავს, უკრაინაში ომი გაგრძელდება, როგორც რუსები იტყვიან, რუსულად. Do победного конца. ვინ გაიმარჯვებს? რაც მე მგონი უკრაინელებს შანსი არ გააჩნიათ პირიქით. ამ ბოლო პერიოდში მათ არმიას უბედურების მეტი არაფერი არ მოსდის, მაგრამ უკრაინაში სიტუაციის გართულება ართულებს საქართველოში მდგომარეობას. ეს ევროპა თითქოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი და ფაქტობრივად ომის მოსურნე ერთადერთი მხარე მსოფლიოში, ხას უსვა, ომის მოსურნე ერთადერთი მხარე, რომელსაც შეხარისდა და შესციცინებს საქართველოს ხელისუფლება. ახლა არ დამიწყოთ აქ კრიტიკებსო. ეს მეორე. მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ვენესუელა რუსეთის ბოლო თვის შედეგები, რომელიც ქართულ სივრცეში საერთოდ არ გახმიანებულა. ქართულ სივრცეში რა ხმიანდება აბსოლუტურად უვიცი ხალხის მიერ, ვითომ მსოფლიოში გარკვეულები რო არიან, რომ რუსეთის ეკონომიკა მალე დაინგრევა, გადარჩება თუ არა რუსეთი დაუყვას. გამიგეთ არა, სად უნდა იყო კაცი გაფრენილი, რომ ეს ისულიყო. რაღაც ამერიკის მოქმედებებში, რომელიც მალე რუსეთს დააჩოქებს და გახდის. მე ამას ფაქტის სახით მომაქვს და არა ის, რომ რუსეთის უძლეველობაზე ვსაუბრობ. ერთი რამე შემიძლია გითხრათ, ძალიან მაღალი სიზუსტით, რომ ვერავით არის დასავლეთი რუსეთის დამარცხებელი ვერ არის. ეს საქართველოში დღესაც არ ესმის, ერთადერთი რაც ასრულებს ყველაფერს, მათ შორის რუსეთსაც, არის შეერთებული შტატებისა და რუსეთის დაპირისპირება ომის სახით. ამერიკაც დამთავრდება, რუსეთის დამთავრდება, აღარც საქართველოში იქნება პრობლემები და აღარც ყველგან. მაგრამ ეს ალბათ არ მოხდება. სხვა მხრივ, ეს ევროპა რჩება ომის მთავარ მოსურნედ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, უშედეგოდ და ამას შედეგი არ ექნება და ჩვენ ქართული ხელისუფლება, ჩვენი არ არის არალეგიტიმური ხელისუფლება, მაგრამ საქართველოს ჩვენია და ამ შემთხვევაში ჩვენი ფაქტობრივი ხელისუფლება კლავ ევროპაზე ლაპარაკობს, სიტყვას არ აბრუნებს, რომ ევროპა არ თქვას და ესე იგი აზე არ არის რა ხდება. ეს სამი ფაქტორი, რომელიც 2026 წელს გაზრდის ზეწოლას საქართველოზე, ომი უკრაინაში კიდევ უფრო დაძაბული გახდება, სანამ უკრაინის კაპიტულაცია არ მოხდება, კიდე გეუბნებით, თქვი აშკარა არის, არ არსებობს შეხების ოდნავი წერტილიც კი, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება რეალური გახდეს, რადგან ეს რომ რეალური გახდეს, მაშინ უკრაინამ უნდა ისეთი რამეები დათმოს, რომელიც ზელენსკის არავინ არ მისცემს, განსაკუთრებით ის ულტრანაციონალისტური ფრთა, რომლის გარეშეც დღეს ვერაფერი წყდება უკრაინაში და მათ დაკავებული აქვთ როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალები, ისე შინაგანი ძალები. ესე იგი, გარდა საშინაო უბედურებისა,
საქართველოს ჭირს საგარეო უბედურება. მას ვერ გაურკვევია, როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს გეზი არაა ერთი ქვეყნის მიმართ არჩევანი გავაკეთოთ და არიქა ეს ქვეყანა გახდება ჩვენი ფარველი და ჩვენ. ხასუსო ეს 700 წლოვანი სიმახინჯე ქართულ რეალობაში, როდესაც სულ პატრონს ეძიებდა საქართველო 2025 წელს უნდა დავტოვოთ. ქართველთა დიდი გაერთიანება ქართველი საღი ადამიანების ერთობა, ჩვენ მეტი არაფერი არა ვართ. მე და ყველა ჩვენი დღევანდელი წევრი აბსოლუტურად ერთნაირები ვართ, ჩვენ ერთად მივიღებთ, არაფერი არ გაგვაჩნია სტრუქტურისნაირი და ჩვენ გაჩვენებთ, რომ არავითარი სტრუქტურა მას არ ჭირდება. საღი ადამიანები დადგნენ ერთად საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად. ახლა ვიღაცამ არ მითხრას ამ ქვეყანას არაფერი ჭირს გადასარჩენიო. თუ არ ჭირს, აბა ეს რა უბედურებებია, რაც გვესმის, რაზეც ვლაპარაკობთ. მოვა დრო და რაც მე ვისაუბრე ჩემს გარდა ძალიან კარგი შესანიშნავი ადამიანებია, რომლებიც იგივეს ლაპარაკობენ, ხო? ეს ყველაფერი ისევე იქნება აღიარებული, როგორიც დღეს ხელისუფლება მაღიარა, რომ მისი ერთი პრემიერი, მეორე მესამე პრემიერი, თავდაცვა ერთი, თავდაცვა მეორე, ეს ყველაფერი. იმარგე თქვენ გეკითხებით მე ამ ვითომ ხარდამჭერებს. იმარგე არაფერი არ გაშინებთ. ამიტომ ის რასაც ჩვენ ვაპარაკობთ, არაბიზაციის საფრთხე, იმ სიონისტების საქციელი მთლიანად საქართველოში და საქართველოს ხელისუფლება სიონისტების ძალიან დიდი გავლენის ქვეშაა, კიდე გეუბნებით. განვასხვაოთ ერთმანეთისგან. ებრაელი ხალხი ჩვენთან საუკუნეებია და ქართველებმა და ებრაელებმა ხალხმა ერთმანეთში შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოაყალიბეს. მე ვარ გაზრდილი ქუთაისში, მე ძალიან კარგად ვიცი, რამხელა კოლონია იყო ებრაული, ჩემი დედული სოფელი ქუტირი 6 კილომეტრი კულაში და მე 56 წლიდან მახსოვს ეს ყველაზე დიდი დასახლება ებრაელებისა, მახსოვს მათი საქციელი, მახსოვს კავშირები ყოველთვის იყო და მე საუკეთესო დამოკიდებულება შევიძლია გამოვხატო, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის, რასაც სიონისტური მოძრაობები და სიონიზმის ფესვები ჩნდება საქართველოში, თუმცა შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ასეთი მძლავრი გავლენა სიონიზმისა საქართველოში არ ყოფილა. ეხლა ძალიან ფაქის ისტორიულ თემებს არ შევეხები, ვთქვათ, რომლებიც მეფეებს უკავშირდება და არ გჭირდება დღეს ჩვენ გჭირდება დღევანდელობა და წარსულიდან ვერაფერს ვერ წამოვიღებთ, გარდა შემართებისა, გარდა ბრძოლის მიტყვიან უნარისა და გარდა იმისა, რომ გაჭირვების დროს ქართველებს შეეძლოთ ერთად დამდგარიყვნენ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთ ჭკუაზე ვიქნებით და ერთნაირ ტანსაცმელს შევიცემთ, არა. ეხლა არის მომენტი, როდესაც 2025-ში უნდა ჩავტოვოთ ყველა ჩვენი სისუსტე, ყველა ჩვენი არასწორი შეხედულება და 2026 წლისთვის დრო ბევრი არ აქვს. ძალიან მობილიზებული ვიყოთ. მე მიმართა მხოლოდ საღ ადამიანებს, სხვა ადამიანები არ მაინტერესებს, იმიტომ რომ მათ თავი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს, რომ საკუთარი ოჯახებისთვის არიან უვარგისები და ბუნებრივია ისინი დღეს ქვეყნისთვის ვერ გამოდგებიან. როცა დაალაგდება ქვეყანა, ეს ქვეყანა მათთვისაც იქნება ის კარგად მოწყობილი ქვეყანა და კეთილი იქნება, ხელი გაანძრიონ, იშრომონ და დაივიწყონ, რომ ბელადებზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი, ან და ევროპაზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი. ეს მოვა ეს ცხოვრება აუცილებლად მე ვამბობ, იმიტომ რომ მე კარგად ხედავ ერთ რაიმეს, ქართველებს სურთ საკუთარი ქვეყანა.
და ასეთი ქართველები საკამარისზე მეტია. ეს არის ჩემი საფუძველი, ეს არის ჩემი აქტიურობის საფუძველი, მიზანი და თუ გნებავთ მიზეზი, იმიტომ რომ ეს მაძლევს იმის წარმოდგენის საშუალებას, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ქვეყნის შენარჩუნება. ესე იგი, 2026 წელი რთული იქნება ქვეყნის საშინაო მდგომარეობის გამო. ვერავითარ ფასებს ეს ხელისუფლება ვერ დაარეგულირებს, თუმცა ამის გაკეთება ძალიან მარტივია, მაგრამ არა ამ გზით. წმინდა ეკონომიკური მეცნიერება გეუბნება, როგორ უნდა გააკეთო ეს ყველაფერი. ეს არის აღვირახსნილი ნეოლიბერალური ეკონომიკური მცდარი დოქტრინის იდიოტიზმზე დაფუძნებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა. საშინაო პოლიტიკა ეკონომიკას ეხება, სრული უბიცი ეკონომიკური მეცნიერების თვალსაზრისით საქციელი, როდესაც ნახეთ განათლება იქცა ფულის საკეთებლად, ჯანდაცვა ფულის საკეთებლად. ამ დროს განათლება და ჯანდაცვა არის ამ პატარა ქვეყნისთვის ნომერ პირველი სტრატეგიული ამოცანა. მაგრამ რა გითხრათ ნეოლიბერალიზმმა გაყიდე ყველაფერი, კაცო, რატო უნდა ერთმა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ეკონომისტია, ვითომ, მაგრამ სადაც ამ ჭაობში აქვს ნასწავლი, სადაც ეკონომიკის გარდა ყველაფერი ისწავლება და ეკონომიკა დაყვანილია იდიოტიზმამდე, რატო უნდა გავაკეთოთ აქ რაიმე, როცა წავალთ და იაფი სადაცა იქ ვიყიდეთ. ანუ ბენდუქიზმი მოქმედებაშია და ეს ბჭყალებში ნასწავლი ხალხი დღეს არის საქართველოს მთავრობის მრჩევლები, ეკონომიკის მინისტრი. სად ისწავლა ამ ხალხმა ეკონომიკა? იმ უნივერსიტეტებში, სადაც დაამთავრეს. ამიტომ ჩვენ მართებს ცივი გონებით აწვენა ყველაფრისა, გაკრიტიკება ცივი გონებით, არგუმენტირებულად და ამ კრიტიკის მთავარი მიზანი უნდა იყოს იმის წარმოდგენა, თუ რა მდგომარეობაში ვართ. თუ ჩვენ ვარდისფერი სათვალით გვინდა შევხედოთ, რა გაქვთ ვარდისფერი სათვალით დასანახი, მანახეთ ერთი, მანახეთ, გადით, გარეთ, გადით, შედით, მარკეტში შედით, ჯანდაცვის სისტემაში შედით, სხვაგან შედით, ძარცვა, ხო? რომელი ქვეყანა აკეთებს ამას? მანახეთ მსოფლიოში ერთი ქვეყანა, რომელიც ამ დამპალი ნეოლიბერალური ეკონომიკური დოქტრინის საფუძველზე აგებს თავის ლიბერალიზმი ეკონომიკაში სხვა რამეს ნიშნავს. მე უფრო ხატოვნად რო თქვა, სახლს შევადარებდი. თუ შენ გინდა კარგი სახლი ააგო, შენ ხელსაც ვერ ახლებ კონსტრუქტორების საქმიანობას. უბრალოდ მაცხრად აგიგდებენ და მიგიგდებენ და მიგიტოვებენ. შენ არ შეგიძლია კონსტრუქტორს უკარ ნახო რაიმე. იმიტომ რომ მან იცის როგორი უნდა იყოს სახლის, გინ მრავალსართულიანი გინ კონსტრუქცია, რომ მან გაუძლოს მდგრადი იყოს სიხისტე, ანუ არ იყოს ძალიან ისეთი დეფორმირებადი, ქარი დაუბერავს, მიწის დრო იქნება და მტკიცე იყოს, ამ გაუძლოს გარკვეული დაგტვირთდეს და თან მარაგი უნდა გქონდეს ამისი. რა შეგიძლია შენ საკუთარ სახლს თუ აგებ? აი, არქიტექტორს უთხრა, რომ შენ გინდა ასეთი ფასადი, სადაც შეიძლება რაღაც ევროპული იდეა გამოსახო იქ, რომ მიდიხარ ევროპაში. ხატორებს ეთქვი დაგიხატავ. მაგრამ კონსტრუქცია კი არა გიგია შენ და კი შენ ჭკუაზე კი არ მოგიწყვია. შენ საქართველოს სახელმწიფო ამ უსუსურმა ხელისუფლებებმა წინა ხელისუფლება საერთოდ ტყემალზე იშდა.
ეს ხელისუფლება ტყემალზეც და ბალზეც ერთდროულად, თუმცა რომელია გარკვეული არ აქვს. შევარდნაძის ხელისუფლება საერთოდ არ აინტერესებდა, იქ სხვა რამე იყო მიზანი და წარმატებით მიაღწია დედა უტირა ამ სახელმწიფოს. დიზაინი შეგიძლია შენ ვერ რააგებ ეკონომიკურ კონსტრუქციას როგორც შენ გინდა. შენ უნდა ააგო იგი ზუსტად ეკონომიკური მეცნიერების, თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების შეხედულებების საფუძველზე, როდესაც იურისტი პრემიერ-მინისტრი მეუბნება, რომ მან ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა უნდა გაატაროს, გასაგებია და დავწერე და შემიძლია უკარნახო ბატონ კობახიძეს. ვინც ეს გამოთაყვანებულმა მრჩეველმა მთავრობისა გიკარნახათ, დააპანჩურეთ მაქედან, იმიტომ რომ პირველი კურსი საქართველოში, რომელიც ბოდიშით დაბეგვრის ეკონომიკურ თეორიას ეხება, მე ჩამოვაყალიბე იმ უნივერსიტეტში, სადაც მუშაობ და ეს კურსი მსგავსი არც ერთ უნივერსიტეტში არსად არ ისწავლება. მე კი უკვე 12 წელია ამას ვკითხულობ ამ უნივერსიტეტში, წიგნსაც გამოვიშვებ ალბათ მომავალ წელს, ყველაფერი ერთად არ გამომდის, გეკითხებით. რა ჯანდაბა არის ლიბერალური დაბეგვრის სისტემა? ეს ხო სერიოზული, ეს ხო ძალიან ღრმა მეცნიერებაა, ფანტასტიკურად რთული, იმიტომ რომ მოიცავს მთელ იმ სფეროს, რომელსაც ინგლისურად public economic, ანუ საჯარო ეკონომიკა, ანუ სახელმწიფო, სწორად რო ვთარგმნოთ, სახელმწიფო ეკონომიკა ქვია. მანახეთ უნივერსიტეტი, ერთი სიაპანდი უნივერსიტეტი ყავს, მან ნანახი ვითომ კადრებს რო ამზადებს რაღაცას და იქ არის ამ სათაურით კურსი, ნახე რა კურსი იყო, რა ლიტერატურა იყო მითითებული და ეს არის ანბანის დონეზე, აი პრინციპების დონეზე, იმ დონის სახელმძღვანელო, სადაც იქიდან ცოდნა არ გამოდის. ნებისმიერ უნივერსიტეტში ტოპ უნივერსიტეტი თუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები რო აიღოთ თუ გნებავთ არასაუკეთესო, ეს არის სავალდებულო კურსები და მე შემიძლია გითხრათ, დაბეგვის თეორიის კურსის მომსმენი საქართველოში დღეს არც ერთ უნივერსიტეტში, სადაც ეკონომიკური სპეციალობა ერთი სტუდენტიც არ მოიძებნება, იმიტომ რომ მათ არ აქვთ იმის ცოდნა და ამნაირი ეკონომიკა ნასწავლი ხალხი დღეს არის მთავრობის მრჩევლები და მინისტრი. სად ისწავლა? იმ უნივერსიტეტში ისწავლა ეკონომიკა? არ გეწყინოთ. არ გეწყიდოთ. ესე იგი, სად არის იმედი? იმედი არა ზებოს იმედი, არამედ სად არის რეალური იმედი? ქართველებს რა შანსი აქვს იმის, რომ შეინარჩუნონ ეს ქვეყანა, ახალ თაობას გადასცენ? ეს არის მისი გამრავლილი გზა, რომლის შესახებაც ცოტა ზღაპრები ვიცით, მაგრამ რაღაც ხომ ვიცით. ეს არის შემართება, რაც ეხლა გითხარით ამ წარსულზე. ეს არის დღევანდელი განწყობა, რატომ დაადგენენ საქართველოსადმი ინტერესის მქონე გარე ძალიან ძლიერი ჯგუფები საქართველოს დაცლას ხალხისგან. საქართველოს პირველი უდიდესი დარტყმა ვიღაც მზაკვარის მოფიქრებულია
ქალი გააცილა ქართულ ოჯახს, არადა ქალზე იყო, ისტორიულად ქალზე იყო მთელი ქართული ოჯახი დამოკიდებული, მამაკაცები ომში ძალიან სერიოზული მსხვერპლი იყო, ქალი იღებდა. ამიტომ არაერთხელ მithom გავიმეორებ შესანიშნავი ქართველი ქალბატონების პატივისცემის ნიშნად. სახალბატონებს გულისხმობ და არა იგონება ბნელ ოცნების და ნაცმოძრაობის მხარდამჭერებს. ქართულ კულტურაში ქალის ფუნქცია გაცილებით მაღალია ვიდრე კაცის ფუნქცია. იმიტომ რომ ოჯახის სიმძიმეს, შვილების აღზრდის სიმძიმეს და ტრაგედიის შემთხვევაში, მამაკაცის დაკარგვის შემთხვევაში მთელი ამ პასუხისმგებლობის თავის ბეჭებზე ამწევი და გამტანი ქალბატონი იყო. ჩვენ რა გვიქნეს? ესე იგი ეს ერთი. წერმა კარგად იცოდა სად არის. მეორე. რანაირი იდეოლოგია და პროპაგანდაც არ უნდა გასწიოს საქართველოში, შენ მოატყუებ, როგორც მოატყუეს ამ ბოლო 33 წლის განმავლობაში რაღაც ნაწილს, რომელიც შეგვიძლია კარგად დააფინანსო და გამოიყვანო იქ პროტესტები და ესე იგი მითი რა ქვია პეტარდებით დაამგენით, ვითომ პროტესტები აკეთებინო და ხელისუფლების გარეშე ხაზს უსვამ. ვერანაირი ისეთი პროტესტი ვერ მოხდებოდა. ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე ვერანაირი კანალიზაციის ტელევიზიები ვერ იქნებოდა. ეს არის პირდაპირი მხარდამჭერი ხელისუფლება ამ ტელევიზიებისა. რატომ? ამაზე არ ერთხელ გვისაუბრია. ამ პარტიების შუაგაკრეფილი შუაგაკრეფვა სულაც არ არის არაფორმალური მმართველის ბრალი. ეს დანარჩენი სისუსტის ბრალი, რა თქვია, გაკრიფეს. პოლიტიკა თუ გინდა გაკრიფეს რა, ნიახური ხარ, წაგპუტეს და მოგისროლეს იქეთ. და გასრესილი პოლიტიკური პარტიები, ხო? მაგრამ თავარი რაც არის, რაც მიხვდნენ ქართველის ინტეგრალურად, ანუ ჯამურად გადაჯიშება შეუძლებელია. ქართველი თავისი სულით საქართველოს გულისხმობს, არ ექვემდებარება გადაგვარებას. რანაირი სირთულეებიც არ უნდა შექმნოდა ქართველს და კოლოსალური, ჩვენ კარგად არ გაგვიაზრებია, რა უბედურება გადაიტანა საქართველოს ბოლო 33 წლის განმავლობაში. და ის განადგურებული არ არის. ჩემი სიხარული ისაა, როცა ვხედავ იმ ხალხს, ვინც მოდის საკუთარი ნებით ქართველთა დიდ გაერთიანებაში. ეს მათი გაერთიანება. ესენი ვაჟკაცები არიან. ახალგაზრდები მოდიან შესანიშნავი, ქალბატონები მოდიან. ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ უსაშველოდ მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყვანეს, მათი დასკვნა სახეზეა. ამ ქართველს თუ არ აიძულებ ამ ქვეყნიდან ისე გაყრას, რომ ეგონოს თითქოს ევროპაში მიდის და სამუშაოდ მიდის, ამ ქვეყანას სხვანაირად ვერ გადააგვარებ და ვერ მიისაკუთრებ. ერთადერთი, ვინც უშლის ძალიან ძლიერ ძალებს ამ ქვეყნის ხელში ჩაგდებისა, არის ჩვეულებრივი რიგითი ქართველი. მეც ერთ-ერთი რიგითი ქართველი ვარ, არაფერი სხვა პრეტენზია არ მაქვს. უბრალოდ ჩემ თავზე ავიღე რაღაცეები, ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა. იმიტომ რომ ეხლა ეს დროა. ეხლა ცოცხალი წყვეტს ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხს. მკვდრებს ამ საქმის გაკეთება არ შეუძლიათ. მკვდრები ხსოვნა მათ სახელსა და ღმერთმა ნათელში ამყოფოს ყველანი, იმიტომ რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი გათანაბრებულია ყველას და ყველაფერსთან და
მას აღარაფერი არ მოეკითხება შეფასება შეიძლება პოლიტიკოსებისა, მაგრამ მოკითხვით ვერაფერს ვეღარ მოკითხა. დღეს ჩვენ მოგვეკითხება ყველაფერი და აი ეს ძალა არის ხასუსამ. ძალიან ბევრი დაკვირვება მაქვს. აღარა ვარ პატარა ბიჭი, თუმცა ჯერ ახალგაზრდა ვარ. უამრავი კრიზისული სიტუაცია გამივლია, მათ შორის პირადი განადგურების საფრთხეებით და შემიძლია გითხრათ, რომ ქართველის სულით გატეხვა, საღი ქართველის სულით გატეხვა შეუძლებელია. ამის ცოდნამ გადაგვადგმევ ნაბიჯი და დღეს ყველანი ერთად მივდივართ აქეთკენ, რომ რაკი სული გაუტეხელია, მაშინ ამ ქვეყანას სჭირდება პატრონობა და პატრონი მაშინ ჩდება, როცა შენად აღიქვა ამ ქვეყანას და შემდეგ უკვე დალაგება იმ თამაშის წესებისა, არჩევნები იქნება, ურთიერთობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც 2025 წლის ქვესკნელში უნდა დავმარხოთ, არის ის, რომ საჯარო სფეროში ქართველი კაცი, ქართველი ადამიანი, მოდი ასე ვთქვათ, არ შეიძლება ისე ელაპარაკებოდეს მეორე ქართველ ადამიანს, რაც ჩვენ სოციალურ ქსელებში გვაქვს. მე ყველა საღ ადამიანს უწოდებ. არანაირი რეაქცია არ მისცეთ ამ ნაგავს, რომელიც იმდენად გაუზრდელია, იმდენად ხეპრია და იმდენად გაგიჟებულია თავისი ბელადის სიყვარულით, რომ შეუძლია საჯაროდ ქართველ კაცს და ქართველ ქალბატონს უბრალოდ შეურაცხყოფას ვერ აყენებს, უბრალოდ უზრდელია და უზრდელი კაცისგან რა შეურაცხყოფას შეუძლია მოგაყენოს ღირსეულმა კაცმა თუ დაიმსახურეთ. უღირს არარაობას როგორ შეუძლია მოგაყენოს შეურაცხყოფა. მაგრამ ეს ხო ფაქტია, ეს ხო მასიური ფაქტია. ამიტომ 2026 წლიდან ყველა საღი ქართველის ღირსება ერთი დიდი საფეხურით მაღლა უნდა იწვიოს. იგნორირება ამ გადაგვარებული ხალხისა, რომელიც საკუთარ ჭაობში იხრჩობიან, არანაირი შეპასუხება და პირიქით ერთად დადგომა და საქმის კეთება. მოვა დრო და ამ ხალხიდან ძალიან ბევრი საღი გარემოს პირობებში გადააფასებს თავის საქციელს, მოინანიებს თავისას და გააგრძელებს ამ ქვეყნის სამსახურში ყოფნა. ოჯახს როცა ული, შვილებს ული, წარმატებას, ეს სამსახური არა მარტო ოჯახისთვისა, არამედ ქვეყნისთვისაც. აქეთკენ უნდა წავიდეთ. ღირსება ყოველთვის იყო განსაკუთრებული ქართველ ადამიანში და მე ამ ღირსების მართლა ღირსეულ დონემდე აყვანას გისურვებთ 2026 წელს. არ შეიძლება სიგლახეს სიგლახით ებრძოლო. რატო? სიგლახის გამკეთებელი კაცი გეუბნება იმას, რომ მასში შიგნით დამპალია რაღაც და ის ამის ჩამდენია. როგორ შეუძლია ღირსეული მქონე კაცს უღირსად მოიქცეს, იმიტომ რომ ვიღაცამ გააბრაზა და ვიღაცამ წყალებში შეურაცხყოფა მიაყენა. იგნორირება მთელი ამ ნაგავისა, დიდი ან პატარიანად, ძალის აკრება და ამ ქვეყნის სამსახურში ჩადგომა, რადგან ეს ქვეყანა არის ჩვენი შვილების, ჩვენი მონაგარის, ჩვენი ოჯახების მომავალი. 2026 წელი იმედი მაქვს უდიდესი გარდატეხის წელი იქნება ყველასთვის, ვინც აქტიურია, იმედი მაქვს ქართველთა დიდ გაერთიანებაში ვიხილავ, ვისაც არა დამოუკიდებლად ოღონდ ეს საქმე აკეთეთ, ქართულ სახელმწიფოს ჭირდება ვერდი დგომა, ჭირდება გადარჩენა, ჭირდება საღი ხელისუფლების მოყვანა ხელისუფლებაში და იმ წარსულის დამარხვა,
ამ უსაზღრესი ბელადომანიის დამარხვა და ყველა იმ ადამიანის მარგინალურ ნაწილად გადაყვანა, რომლებიც უშვებენ იმას, ისი დაშვებაც ღირსების მქონე ადამიანს არ ეკადრება. ამით მე მინდა დავაცვლო ჩემი დღევანდელი მომართვა ჩვენ ვართ უთულეს მდგომარეობაში, მაგრამ ჩვენ ვართ საღად გადარჩენილი ხალხი, გასაგებია ვის მივმართო მე. ჩვენ ვართ უსაშინელესი პრობლემების წინაშე, რომელთა განვითარების სცენარი არის ორი. ან ეს პრობლემები გაგვანადგურებს და დაგვაკარგინებს ქვეყანას, და ჩვენ მოვერევით ამ პრობლემებს და გამოვალთ კრიზისიდან, ყოველი დიდი კრიზისიდან გამოსვლა, კი ეს არის განახლება, ეს არის ახალი გზის არჩევა, ეს არის ყველა შეცდომის გააზრება და იმ პლატფორმაზე დადგომა, როცა ამ შეცდომების გათვალისწინებით ახალ შეცდომებს აღარ ჩავიდეთ. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველანი სულ სამი თაობა, ვისაც მოეკითხება დღეს რაიმე. ეს არის უფროსი თაობა, ეს არის საშუალო და ახალგაზრდები. ჩემი დამოკიდებულება ახალგაზრდებისადმი არის უსაშველოდ პატივისცემელი და უსაშველოდ საღი, მაგრამ მთელი სიმძიმე ამ კრიზისიდან გამოსვლისა ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ახალგაზრდები გავწიროთ და წინა ხაზზე დავაყენოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ეს ქვეყანა, რომ მათ გადავცეთ იმ კულტურული ფასეულობათა სისტემით, იმ წარსულით და იმ დღევანდელობით, რასაც ჩვენ შევქმნით და ამ ახალგაზრდებმა უნდა უკვე სხვა დონეზე აიყვანოს ეს ყველაფერი. თუ ჩვენ ახლა ახალგაზრდებს იმ დღეში ჩავაყენებთ, რასაც ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ჯგუფები აკეთებენ, მაშინ ჩვენ გაუგებარი მიზნების ხალხი ყოფით. ახალგაზრდების მხარდაჭერა არის ფუნდამენტალური დიდი ქართველთა გაერთიანებისთვის, მაგრამ მე ყველას, ვისაც კი ვხვდები, ვეუბნები. თქვენი მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ თქვენ წინა ხაზზე არ დადგებით. არ დაგაყენებთ, იმიტომ რომ წინა ხაზზე და თუ რაიმე დასარტყმელია, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენ თავზე. ღმერთმა მოგცეს ძალა 2026 წელს და შემდეგ წლებში, რომ ჩვენ ეს უდიდესი მისია გავქაჩოთ, არ მოვერიდები ამ სიტყვით, უნდა გავქაჩოთ. ჩვენ ყველანი უნდა მოვერიოთ საკუთარ თავს, ვაჯობოთ საკუთარ თავს და ამ წმინდა საქმეში ვიყოთ გამართულები, მართლები და შედეგის კონენი. ღმერთი იყო ჩვენი შემწე ამ საქმეში. დაგემშვიდობებით და კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს და ხნეობას, გამძლეობას და სულის სიმტკიცეს გისურვებთ. დანარჩენი ტექნიკის საქმე. მადლობა, კარგად წანდებათ.